ეკრანის ხშირი გამოყენება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა და იგი განიხილება როგორც ქცევითი დარღვევა. ყველაზე დამახასიათებელი ფსიქოლოგიური საჭიროებები, რომელიც გვხვდება, ეს არის მოტივაციის დაქვეითება, აგზნებადობა, სტრესი, ემოციური თუ ქცევითი რეგულაციის სირთულე. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ აზროვნების აკადემიის პოდკასტს აღზრდის შესახებ. მე ვარ ნინო ბუაძე და დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მხარდამჭერი არის GPC. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის სტუმარია ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქიატრი ქეთი სილაგაძე. მოგესალმებით, ქეთი. მადლობა მოგზაურობისთვის. მოგესალმები ნინო, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ. ჩვენ დავისაუბროთ ეკრან დამოკიდებულებაზე და რომ განმარტოთ რა არის ეს თანამედროვე გამოწვევა. კი, ძალიან საინტერესო თემა არის და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საუბრობთ აღნიშნულ საკითხზე და მეტუმეტეს ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ვიტყოდი, რომ აი პანდემიის შემდგომ განსაკუთრებულად აქტუალური გახდა ჩვენს რეალობაში უკვე აღნიშნული პრობლემა და ეს მდგომარეობა შეიძლება უწოდოთ, შეიძლება აშლილობაც კი ვუწოდოთ, იმიტომ რომ ეკრან დამოკიდებულება, როგორც შეიძლება მოვიხსენიოთ ინტერნეტ დამოკიდებულებადაც, ხომ? ან აი პათოლოგიური ინტერნეტ გამოყენების სახელწოდებითაც არის ცნობილი. ეს არის, რა თქმა უნდა, დამოკიდებულების ის ფორმა, როდესაც ინტერნეტის გადაჭარბებული და არაჯანსაღი გამოყენება ხდება. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ეს უბრალოდ ჩვეულებრივ რუტინულ გამოყენებას კი არ გულისხმობს, არამედ გადაჭარბებულ და არაჯანსაღ დამოკიდებულებას, რომელსაც აუცილებლად მიჰყავს ადამიანი და პიროვნება გარკვეულ სტრესამდე და უქმნის მის ცხოვრებას გარკვეულ ფუნქციონირების შეზღუდვას. გარკვეულ დისფუნქციაში მას ამყოფებს. თუკი ჩვენ ვისაუბრებთ აშლილობაზე, პრაქტიკულად აშლილობის დიაგნოსტირება და დადგენა არ ხდება, თუკი არ არის გარკვეული დისფუნქცია. როგორც სუბიექტურადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ჩვენ რაიმე არაჯანსაღად, თუკი ადამიანის ცხოვრებაში და ყოველდღიურ ფუნქციონირებაში ეს კონკრეტული ქცევა, ქმედება არ ქმნის რაიმე დისფუნქციას, ხომ? ეს ვერ ჩაითვლება აშლილობის მდგომარეობად. თუმცა შეიძლება იყოს არაჯანსაღი ქცევითი პატერნი და არ იყოს აშლილობა. ესეც შეიძლება, ხომ? ეგრევე აშლილობა ხო არ ყალიბდება, ჯერ რაღაცა არაჯანსაღი წინსწრები ფაქტორები არის და შემდგომში უკვე მათი კომბინაცია აყალიბებს გარკვეულ აშლილობის მდგომარეობას. მადლობა. ძალიან საინტერესოა, რომ ეს მდგომარეობა როგორც ბავშვებთან, ისე ზრდასრულებთან გვხვდება. და როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, ან მშობელი როგორ მიხვდეს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენც ვამართლებთ ხოლმე ჩვენს ქცევას და ვამბობთ, რომ ვერთობი, კარგი საშუალება სარელაქსაციოდ, ყურადღების გადამტანია, სტრესისგან გაქცევის შესაძლებლობაა, ხო? აი როგორ გააცნობიეროს ადამიანმა, რომ ეს არის რეალურად მისთვის საფრთხის შემცველი. დიახ და ნინო, არის კიდევაც, ხო? ანუ აი ეს თქვენ რაც ჩამოთვალეთ ყველაფერ ამ ფუნქციას. აი ხა ჩვენ თუ დავფიქრდებით, ხო, და გულწრფელები ვიქნებით, ასრულებს. ანუ რა თქმა უნდა, ინტერნეტი, ეკრანი, ეს არის ერთ-ერთი საშუალება, აი თქვენ რაც ჩამოთვალეთ, რაც თვითრეგულაციას მოიცავს, ხო? და ერთ-ერთი ფორმა არის ამისი. რატომ? იმიტომ რომ არის ხელმისაწვდომი და მისი ხელმისაწვდომობა, ვისაუბრებთ ახლა მსოფლიოზე, მოდით ქართულ რეალობაზე ვისაუბროთ, აქ ვართ მაინც, ხო? არ ვიცი, არ გაზომილა და ამიტომ გამიჭირდება, რომ რაიმე კონკრეტული რიცხვები გითხრათ, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ ძალიან მაღალია ინტერნეტის ხელმისაწვდომობა. არ ვიცი თქვენ თუ იცნობთ ადამიანს, ვისაც არ მიუწვდება გარკვეულწილად ხელი ინტერნეტთან, ხო? მე ძალიან გამიჭირდება ასეთი ადამიანის გახსენება. შესაბამისად, რადგან ხელმისაწვდომია, ამ ხერხის გამოყენება დამშვიდებისათვის, ხო, ან ყურადღების გადატანისთვის ეს მარტივი არის. გარდა ამისა მუშაობს და მოქმედებს. რატომ? იმიტომ რომ აი ამ სტიმულირებას ჩვენი ტვინის, ხომ, და იმ ეფექტს, რომლის გამოყენებითაც ჩვენ ვშვიდდებით, ამას ვაღწევთ, ხო? ჩვენ ვიცით, ხო, რომ დოფამინერგულ სისტემაზე და დამაჯილდოვებელ სისტემაზე აი ეს პატარ-პატარა ვიდეოები იქნება, თუ თამაშები იქნება, როგორ ზემოქმედებს, ხო? და აი ამ დოფამინის გადმოსროლა რამდენად იწვევს ჩვენში სასიამოვნო ემოციების განვითარებას და კი ეს ხელს უწყობს მათ შორის აი ამ თვითრეგულაციის
გამოყენებას, ასე ვთქვათ. გარდა ამისა კომუნიკაციისათვის, ხო? დღევანდელ დღეს ჩვენ ვიმყოფებით ისეთ და ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც ესე კომუნიკაცია, ფიზიკური კომუნიკაცია არც ისე მარტივი არ არის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე მისვლას იმხელა დრო სჭირდება უკვე, ხო, ქართულ რეალობაში, რომ არ არის ესეთი მარტივი. თან იქ სხვა მიზეზებიც, ხელისშემშლელი ფაქტორებიც უამრავი არის. აქედან გამომდინარე, უცებ მიწერ, გიპასუხებს, დიალოგი აიწყება, შეიძლება დაგამშვიდოს, რაღაც სანუგეშო გითხრას და შენც გრძნობ გარკვეულ მხარდაჭერას. მუშაობს თუ არა ეს როგორც გარკვეულ დამამშვიდებელი ეფექტით კი მუშაობს. ანუ ნამდვილად აქვს რეალურად ამ ასე ვთქვათ საშუალებას აქვს ეს პოზიტიური ნაწილიც და როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ მის არა სასურველ შედეგებზე, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მას აქვს სასურველი შედეგები და ის არ არის უბრალოდ რაღაცა ესეთი ცალმხრივი ბოროტება, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. არა, მას ძალიან ბევრი სიკეთე აქვს და მოუტანია და მოიტანს კიდე ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ აი როდის ხვდებით, რომ ეს უკვე არაჯანსაღია და პათოლოგიურია. ეს ძალიან ხშირი შეკითხვა არის, ხომ? და ამისი ესეთი მზა რეცეპტი მე ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ რამდენიმე ნიშნები არსებობს, ხო? როდესაც შეიძლება ვისაუბროთ, რომ რაღაცა აი ამ ქცევაში, ანუ ინტერნეტთან ჩვენს დამოკიდებულებაში, ან ჩვენი ოჯახის წევრის, ან ჩვენი მოსწავლის და ასე შემდეგ, რაღაც არ ხდება ჯანსაღად. პირველ რიგში ის, რომ ის ძალიან დიდ ადგილს იკავებს ადამიანის ცნობიერებაში და მის ცხოვრებაში, ხო? მოცვა, ასე ვთქვათ, აი ეს პრეოკუპაცია, რასაც ქვია, მოცულია ადამიანი ამითი. მაშინაც კი, როდესაც ის არ არის დაუშვათ ინტერნეტთან ან ეკრანთან, მაშინაც კი მისი ფიქრები არის ამაზე, ხო? ანუ პრაქტიკულად ყველა ცხოვრებისეულ ყოველდღიურ ქცევაში, ყოველდღიურ აქტივობაში ძალიან დიდი ადგილი უკავია. ეს ერთი. მეორეც გარკვეულწილად ცვლის ადამიანის ჩვეულებრივ ქცევებს. ოღონდ ცვლის არა კარგის მიმართულებით, არამედ ცუდის მიმართულებით. მაგალითად ადამიანი აღარ გადის საერთოდ სახლიდან, უარს ამბობს ფიზიკურ რაიმე აქტივაციაზე, აქტივობაზე. მით უმეტეს ყველაზე მოწყვლადი ამ პრობლემის თვალსაზრისით ჯგუფი, ასაკობრივი ჯგუფი, ეს მაინც რჩებიან მოზარდები. ხომ, რა თქმა უნდა. მოზარდი, რომელიც ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარების პროცესში არის, პრაქტიკულად ის უარს ამბობს იმ საზრდოზე, რომელიც მას სჭირდება აი ამ განვითარებისთვის, ხო, ცოცხალ კომუნიკაციაზე, ბუნებასთან ურთიერთობაზე, ფიზიკურ აქტიურობაზე, ხო? ეს უკვე შესაძლებელია, რომ და ამის საპირწონედ ის ატარებს გადაჭარბებულად დიდ დროს. დრო ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინდიკატორია იმისი, რომ მივხვდეთ რამდენად რა არის პათოლოგიური. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ძალიან ბევრი სუბიექტური ფაქტორი შემოდის საქმე. მყოლია ძალიან ხშირად მშობლები, რომლებსაც ისეთ დროზე უთქვამთ დაუშვათ, რომ ეს არის ძალიან გადაჭარბებული, რომ ეს ვფიქრობ, რომ ყოფილი ხისტი დაყენება. ხომ? ანუ შეიძლება იყოს ოდნავ მეტი ნორმაზე უფრო მეტი, მაგრამ პათოლოგიური, ხომ? ამას თავისი განსაზღვრება გააჩნია. ამიტომ უნდა გავერკვიოთ თითოეულ აი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რას დავარქმევთ ჩვენ აი ამ არაჯანსაღს და პათოლოგიურს, ეს არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ჩვენ სუბიექტურ განცდებსა და სუბიექტურ სურვილებზე, რომ მე მაგალითად არ მინდა საერთოდ ჩემმა შვილმა ტელეფონისაკენ ან ინტერნეტისაკენ გაიხედოს და მე მირჩევნია მას ვხედავდე მუდმივად დავუშვათ წიგნის ხელში ან ეზოში ბურთით მორბენას. ანუ ჩვენი სურვილები, ჩვენი წარმოდგენები კი არ განსაზღვრავს სიჯანსაღეს ინტერნეტთან დამოკიდებულებით, არამედ რაღაცა მეტნაკლებად ობიექტური განსაზღვრება უნდა შემოვიტანოთ, ხო? რა არის თან აუცილებლად უნდა კონტექსტი განვიხილოთ, ხო? რა საზოგადოებაში ჩვენ ვცხოვრობთ. ის რომ მაგალითად ჩემი მშობლების თაობა უფრო ნაკლებად მათთვის გაცილებით ნაკლებ ორგანული არის ზოგადად აი ამ ციფრულ ტექნიკასთან ურთიერთობა, ვიდრე დაუშვათ ჩვენი შვილების და ასე ვთქვათ მცირე ასაკის
თაობაში, მათთვის გაცილებით უფრო ორგანული. ამიტომ თუ შედარებას მოვახდენთ ჩემს ბავშვობაში, ჩემს მით უმეტეს ახლა ჩემი მშობლების ბავშვობაში საერთოდ არანაირი საშუალება არ იქნა. მე ასე არ ვაკეთებდი, ეს ხშირად არის, ხო, რა საკუთარი განცდების. ეს ერთი და იგივე კონტექსტი არ არის. კონტექსტის გააზრებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი, აქედან დგება ერთ ფაქტორზე ვერ დაიყვანება და ვერ დავა განსაზღვრება, ასე ვთქვათ, არა ჯანსაღი და პათოლოგიურის. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ აღნიშნეთ, რომ კომუნიკაციის ნაწილში ძალიან დაგვეხმარა, მაგრამ აი ეს ერთ-ერთზე კომუნიკაციის ნაწილში მე ძალიან ხშირად შემინიშნავს და ალბათ თქვენც დარწმუნებული ვარ, მოზარდებთან როგორი რთულია ცოცხალი კომუნიკაცია და როგორი უმარტივდებათ ეკრანთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ ეს გახდა მათთვის დომინანტური საკომუნიკაციო ველი და სივრცე და ის რომ ვთქვათ ესე შეზღუდო რო არა ეს ჯობია ინტერესებიც ესეთია, ხო, აი რომ ვაკვირდები, რაზეც ისინი საუბრობენ თუნდაც იმ თამაშებზე, იმ გამოცდილებებზე, რაც სოციალურ ქსელშია, იმ ინფორმაციაზე, რასაც ისინი ერთმანეთს უზიარებენ და ცალსახად ესე ჩაჭრა, რომ ეს ცუდია და შენ მოდი დაუბრუნდი ამ ველს, ესე ფიზიკურად ალბათ უკვე ვეღარ მოხერხდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა ვაცნობიერებთ, რომ ეს კომუნიკაცია ბევრად უფრო ჯანსაღია, ეფექტურია და რატომაც არა, რატომ არ უნდა იყოს მრავალფეროვანი მათი კომუნიკაცია. აი, უფრო კონკრეტულად რომ ავღნიშნოთ თქვენი თქვით, რომ ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასპექტებზე ახდენს გავლენას. ბიოლოგიურის ნაწილში განვიხილეთ, რომ აი, თუნდაც სხეული, ხო, ამდენი ხანი პასიურ მდგომარეობაში, იგივე მხედველობა, ქცევითი დარღვევების ნაწილი, კომუნიკაციის ნაწილი, ხო, აი, სოციალური ნაწილიც რომ აღწეროთ, აი, თუნდაც თქვენ მომართვების შემთხვევაში, როგორია აი ამ ბავშვების სოციალიზაციის სფერო და რა დეფიციტებია. ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ განსაზღვროთ პირველ რიგში ორი ფაქტორი, რომ რა არის უშუალოდ ამის შედეგი და რა არის ის ფაქტორები, რა იყო მანამდე, რაც დავუშვათ ადამიანი მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. იმიტომ რომ ძალიან ხშირად მშობლებს და საერთოდ ადამიანებს სურს რაღაცა პასუხები, კონკრეტული პასუხები, გვინდა ეს კონკრეტული პასუხები. კომფორტული ალბათ უფრო არის და ჩვენი დაკმაყოფილება ხდება თუ კი ვიტყვით, რომ აი ეს მდგომარეობა გამოიწვია აი ამ რაღაცა ერთმა ფაქტორმა. და რაც უფრო მრავალფეროვანია ეს ფაქტორები, მით უფრო დამაბნეველია ადამიანის და წარმოიდგინეთ ახლა უცნობ ფაქტორები, უცნობ გამომწვევ მიზეზებზე და რო ეუბნები ადამიანს რომ არ ვიცით. აი ასე მოხდა დაუშვათ აუტიზმის შემთხვევაშიც, ხო? და დღემდე მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით უფრო ამაღლდა ეს ცნობიერება და დღეს უკვე ნაკლებად არიან მშობლები იმ აზრის ქვეშ, რომ დაუშვათ ეკრანმა გამოიწვია აუტიზმი, ხო? ძალიან ფართოდ იყო ეს მოსაზრება გავრცელებული და მაინც სადღაც გარკვეულ, მით უმეტეს არაპირდაპირ ჩართული ოჯახის წევრები, ნათესავები, ბებიები, ბაბუები, რომლებიც ასეთ ბავშვთან ურთიერთობენ, ისინი, იმიტომ რომ მშობლებს მაინც ხშირი ურთიერთობა აქვთ სპეციალისტთან და შესაბამისად არაერთხელ როცა გაქარწყლდება, ასე ვთქვათ, ეს წარმოდგენა, მაშინ უფრო ხვდები და სწავლობ ადამიანი, ხო? აი ზუსტად ამაზე მაქვს საქმე, რომ ერთი არის ფაქტორი, რას უშუალოდ ამ ეკრან დამოკიდებულების შედეგი რა არის, მაგრამ მეორე არის, კი მაგრამ აი ეს პრობლემები მანამდე ხომ არ იყო თვითონ ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში, არა? უშუალოდ რაც შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ ეკრან დამოკიდებულება პრაქტიკულად ვისაუბროთ პათოლოგიურ გამოყენებაზე ინტერნეტის, შეიძლება გამოიწვიოს როგორც ქცევითი და ფსიქიკური პრობლემები, ასევე აუცილებლად სოციალური სირთულეები, რაც არის იზოლაცია, გარიყულობა და ჩართულობის სოციალური ცხოვრებაში ჩართულობის შეზღუდვა, ასე ვთქვათ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოხატული, რაც შეიძლება სოციალურ ასპექტში შეგვხვდეს, ხო? როდესაც ადამიანი აღარ გადის, უარს ამბობს, ხო? იმ სოციალურ აქტივობებზე, როგორიც არის სპორტი, როგორიც არის სკოლაც კი. სკოლა, წრე, ნებისმიერი შეკრებაზე წასვლა, ექსკურსიაზე წასვლა, პიკნიკზე წასვლა, ნათესავთან სტუმრად წასვლა, მეგობრებთან ერთად სტუმრად წასვლა, ხო? რა მიზეზები შეიძლება იყოს ამ სხვა და სხვა.
ერთი მიზეზი შეიძლება იყოს თვითონ მიჯაჭულობა ეკრანთან და მისი მოწყვეტის შემთხვევაში განვითარებული პრაქტიკულად მოხსნის სიმპტომები, ხო? სპეციალურად ადიქცია, ინტერნეტ ადიქცია, დამოკიდებულება, იმიტომ არის გამოყენებული, რომ მას ახასიათებს მოხსნის სინდრომის განვითარება, ხო? როდესაც აი საშინლად მატულობს გაღიზიანებადობა და როგორც ვთქვი, ფიქრი, მიუხედავად იმისა, რომ მე ფიზიკურად მოწყვეტილი ვარ აი ამ ეკრანს, ხო? ჩემი ფიქრები, ჩემი განცდები ისევ იქ არის. მე სხვა რეალობაში გადმოვინაცვლე, მაგრამ მე ჩემი ფიქრები ისევ იქ არის. ამ სხვა რეალობაში რა მომეთხოვება? როგორც მინიმუმ ადაპტაცია მომეთხოვება, ხო? ვერ ვახდენ აი ამ ადაპტაციას. ვარ გაღიზიანებული, ვარ აგრესიული, ვარ უკმაყოფილო. მე ვღებულობ იქიდან კიდევ დამატებით სტიმულებს, იმიტომ რომ არავის არ სიამოვნებს ადამიანის გაღიზიანება. მით უმეტეს მათი რეალობა სულ სხვა. ამ მშობელი წარმოიდგინეთ, რომელიც დიდ ენერგიას დაახარჯავს, უნდა რომ ასიამოვნოს თავისი შვილი იქიდან ამ მათთვის უსამართლო გაღიზიანებას ღებულობს, ხო? მაგ უკვე კონფლიქტისთვის კარგად შემზადებული ნიადაგი არის. და ესეც შემდგომში კიდევ უფრო მეტად ამ უმტკიცებს ადამიანს, რომ სოციალიზაცია რაღაცა ცუდია. ცუდთან ასოცირდება. ეს გაღიზიანებული წამართვეს. წამართვეს და წამიყვანეს იქ, სადაც არ მინდოდა. ხო და საერთოდ არ მინდა. ხო. ვიკეტები. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მხოლოდ ერთი ფაქტორი არ არის ხოლმე საკმარისი იმისთვის, რომ რაღაცა განვითარდეს. იმიტომ რომ პიროვნება თავისთავად არის ძალიან კომპლექსური და მასზე მხოლოდ ერთი ფაქტორი ვერ მოახდენდა ესეთ დრამატულ ზეგავლენას. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგს, რაზეც ხდება აი ამ ფაქტორის ზემოქმედება. აი ეს ნიადაგები განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ ადამიანები რომ წარმოვიდგინოთ, ხო, ნიადაგის სახით რა თქმა უნდა განსხვავდებიან თავისი უამრავი შემადგენელი ფაქტორით, პერსონალური, პიროვნული და ასევე მისი მიკროსოციალური, ხო, რა მხარდაჭერაზეა საუბარი, რა ოჯახურ ფუნქციონირებაზე არის საუბარი, ხო, რამდენად დისფუნქციური არის, რამდენად ფუნქციურია თავისთავად ოჯახი და ის მიკროსოციუმი, სადაც იზრდება ადამიანი და რამდენად რა რესურსების მატარებელი არის. ასევე ასაკზე. მასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ აი ეს ზემოქმედება და განსაკუთრებით რა სიხშირით მოხდება ზემოქმედება ინტერნეტის ადამიანზე, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რატო? იმიტომ რომ თვითონ ტვინი ბიოლოგიურადაც და ფსიქიკურადაც ადამიანის ფსიქიკა და სოციალურადაც ადამიანის პიროვნება განიცდის აი ამ გაზრდის და ჩამოყალიბების პროცესს, ხო? ბუნებრივია რომ თავიდან მყიფეა, შემდგომში უფრო მეტად სტაბილურდება რა. თუ ამ მყიფე პროცესში ძალიან დიდი სიჭარბით რაიმე ფაქტორმა ზემოქმედება მოახდინა, ეს იქნება ტრავმა, ეს იქნება სხვა ფაქტორი თუ ინტერნეტი, ხო? შეიძლება რაღაცა წინაღობა შეექმნას აი ამ პროცესს, ჩამოყალიბების პროცესს. ამიტომაც განსაკუთრებით ვართ მობილიზებული დაუშვათ მცირე ასაკის ბავშვებთან, რომ ამოვიცნოთ და მივაქციოთ ყურადღება, რომ თუ კი არის რაიმე გადაჭარბება, ხო? ნუ დაველოდებით რაღაც აშლილობის ჩამოყალიბებას, ასე ვთქვათ, ხო? ან თვითონ რო განილევა რა. მივაქციოთ ყურადღება, თუ კი ვხედავთ, რომ რაღაცა ფსიქიკურ პროცესებშიც ასე არის, ხო? პირდაპირ ყველა პრაქტიკულად 80%-ზე მეტი ფსიქიკური ავადმყოფობა, ის მანიფესტაცია ხდება მოზარდობის ასაკში. ხომ რატო არ ხდება მისი დიაგნოსტირება ხოლმე ამ ასაკში? იმიტომ რომ მიმართვიანობა და ამოცნობა არის ნაკლები. გარდა ამისა, პირდაპირ მოზარდობის ასაკში, როდესაც მოგმართავს ადამიანი, შეიძლება ეს პრობლემა ჩამოყალიბებული არ იყოს. არამედ იყოს გარკვეულ პროდრომულ ფაზაში, საწყის ეტაპზე, ასე ვთქვათ, არ იყოს ეს კლინიკური სურათი ისე გაშლილი. დაველოდოთ თუ არა, მე ძალიან ხშირად ვეუბნები ჩემი პაციენტების მშობლებს, რომ აქ თუ არ ჩავერევით, რომც ჩავერიოთ, მაშინაც კი არის ამის რისკი სამწუხაროდ, რომ ჩამოყალიბდეს, მაგრამ თუ არ ჩავერევით, ხომ, ეს დიდი ალბათობით ჩამოყალიბდება რაღაცა პროცესად, პათოლოგიად, ასე ვთქვათ. და ადრეული ჩარევა მიუხედავად იმისა, ჩამოყალიბდება თუ არა ესა თუ ის აშლილობა, აუცილებლად გვაძლევს მნიშვნელოვნად დავდებით ეფექტს თვითონ აი ამ მდგომარეობის მართვაში.
მით უმეტეს თუ კი ქრონიკულ პათოლოგიასთან და ქრონიკული პათოლოგიის ჩამოყალიბებასთან გვაქვს საქმე. კეთი თქვენ რა თქმა უნდა დაახლოებით პასუხს ველოდები რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალური აღნიშნეთ ნიადაგი ისაუბრეთ ბავშვის გამოცდილებაზე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია თანადგომის ქსელი მაგრამ აი როგორც ისაუბრეთ ყველა შემთხვევაში მაინც აქვთ მოლოდინი რომ რაღაცა კონკრეტული იყოს აი უფრო ნათლად რომ დაინახონ ადამიანებმა აი ისევე როგორც ასაკი კიდევ თუ არის რაიმე რისკ ჯგუფი ან აი ვთქვათ რაღაცა ჩამონათვალი რა შემთხვევაში შეიძლება არის უფრო მეტი ალბათობა განვითარდეს დამოკიდებულება. ზუსტად სამივე მიმართულებით. ბიოლოგიური მიმართულებითაც, ანუ ბავშვები თავისთავად გარკვეული ნეიროგანვითარების დარღვევებით არიან თუ არა რისკი, რა თქმა უნდა. დაწყებული აუტისტური სპექტრის აშლილობიდან დამთავრებული ყურადღების და აქტიურობის დეფიციტის მქონე ბავშვები. გაცილებით უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ტიპიური, ასე ვთქვათ, განვითარების და ან საერთოდ ბავშვების, ვისაც არანაირი ნეიროგანვითარების სირთულეები არ აქვთ. ერთის მხდა მეორეს მხრივ თვითონ წყობა, ფსიქიკის სტრუქტურა, ასე ვთქვათ, კონფიგურაცია, კონსტიტუცია, ესეც ვეძახეთ, ხო? რა მიმართულებით არის აი ეს და რა წყობით არის, ასე ვთქვათ, ადამიანი იმპულსური, მეტად მშფოთვარე, შეიძლება მეტად, ხო, დრამატული წყობის უფრო მეტად ან უფრო უცნაური წყობის პარანოიდული შინაარსის მატარებელი ბევრნაირი ფსიქო სტრუქტურა არსებობს და შესაბამისად თუ კი არის გარკვეული დევიაცია აი ამ თვალსაზრისით შეიძლება ესეც რისკის ქვეშ აყენებდეს ადამიანს ხო გარდა ამ ბიოლოგიური ფაქტორებისა აქ არის მეორე ფაქტორი უკვე ფსიქოლოგიური ფაქტორები როგორიც არის ტრავმა ხო და ტრავმული გამოცდილებები მოდი ესე ვთქვათ არა მხოლოდ ბავშვობის დროინდელი ნეგატიური გამოცდილებები რომელიც არის მრავალფეროვანი მეგობრებო და ტრავმაში და მათ შორის ძალადობაში არ იგულისხმება მხოლოდ ფიზიკური ან ესეთი სექსუალური ძალადობა არამედ უგუვებელყოფა ხო საჭიროებების ყურადღების დანაკლისი მათ საჭიროებებზე ხო ან სიცივე პირველადი მიჯაჭვულობის ობიექტებიდან და ასე შემდეგ ანუ აი ამ ფსიქოლოგიურ ფაქტორებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ასევე მოწყვლადს ხდიან რომელიც აი კიდევ ერთხელ უამრავია ხა რამოდენიმე ჩამოვთვალეთ ხო და სოციალური ფაქტორები ანუ სოციალური დეპრივაცია ხომ რაც უფრო სოციალურად დეპრივირებულ გარემოში იზრდება ადამიანი შეთავაზება იქნება თუ საჭიროებებზე ზრუნვა იქნება თუ რეალურად უბრალოდ ფიზიკურად სხვა ადამიანებთან ერთად ყოფნა იქნება რიგ შემთხვევაში უკიდურესად დეპრივირებულია ხომ ეს გარემო და ეს გარემოც ასევე წარმოადგენს რისკ ფაქტორს აი ამ ადამიანებისთვის ანუ პრაქტიკულად შეიძლება ვივარაუდოთ რომ აი ეს რისკ ფაქტორები და შემდგომში უკვე ამ თვითონ ეკრანის და ინტერნეტის გამოყენების სიჭარბე ერთობლივად ჯამურად ქმნიან უკვე აი ამ პრობლემას და განსაზღვრავენ ამ პრობლემის ხარისხს იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ეკრან დამოკიდებულება და ინტერნეტ დამოკიდებულება ერთ და იგივე ხარისხის ნამდვილად არ არის ხო კი ბატონო მინდა ვისაუბრო ესეთ რამაზე, მე მახსოვს ერთი შემთხვევა, როდესაც ვთქვათ ბავშვების სივრცეში მოვხვდები და იქ ხდება ხშირად ამ გაზიარება თამაშების და ძირითადად დღევანდელი თაობის გაზიარება თამაშების არის კომპიუტერული თამაშები. მე თვითონაც ძალიან ხშირად ვტესტავ თავს, ცოტა ღიმილით კი მიყურებენ და გაურკვევლობით რომ თუ ინტერესდება ახლა ეს ჩვენი თამაშებით, მაგრამ არაერთი გამოცდილება მე მიღია და ზუსტად შემიძლია აღვნიშნო ის რომ ის ემოციები რაც იმ თამაშის დროს ბავშვებს ეუფლებათ, რაზეც მე მშობლები საუბრობენ რომ უფრო გაღიზიანებულია, უფრო აგრესიულია თუ გამოვურთავ საერთოდ შეიძლება ხელითაც კი შემეხოს ეს არის აი წყარო სადაც აი ჩვენი აღქმის მოდალობები და დომინანტური მხედველობის შეგრძნების სმენის არის ძალიან მძაფრად ჩართული მე მახსოვს რაღაცა თამაში ერთ-ერთი კონკრეტული არ დავასახელებ სადაც გავხდი ესე ვთქვათ მოძალადე თამაშის თანახმად მოვკალი რომელიღაცა თამაშის გმირი წავართვი მანქანა და ეს ბავშვები მომხდებენ რა კარგად აბასრულებ ამას და მე სადღაც მოვკვდი მოკლედ და არ დამავიწყდება ის ემოციები რა ემოციებიც იმ დროს დამეუფლა
და აბსოლუტურად გავიაზრე რა მდგომარეობაში არიან ბავშვები, როცა მე ზრდასრულს გამიჭირდა ამ ემოციებისგან გათავისუფლება, იმიტომ რომ აი მთლიანად შევიგრძენი ის სიმძაფრე და მეორე ნაწილი, აი რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, თვითონ ბავშვები როგორ განიცდიან ამ ამბავს, რომ გრძნობენ ერთის მხრივ აცნობიერებენ, რომ ამ ემოციების ზეგავლენის ქვეშ არიან, შეიძლება სადღაც დანაშაულის განცდაც აქვთ, რომ ვერ თავისუფლდებიან ამ ნაწილიდან და თუნდაც თამაშისგან და მეორე მხრივ მშობლის გავლენა და მშობლის აი ესეთი ხისტი აკრძალვა. აი რა არის ის მთავარი მექანიზმი, როგორიც ვთქვათ, აი რომ ნაკლებად ვთქვათ, უმტკივნეულოდ გამოვიყვანოთ აი ამ პროცესიდან ბავშვი. ხო, იცით, ალბათ ყველა ზემოქმედებას თავისი გარკვეული პასუხი აქვს და ესე ძალიან რთული იქნება ჩვენ შემთხვევაში ჩვენ როგორ განვიცდით ან ვუყურებთ ან რა მნიშვნელობას ვაძლევთ დაუშვათ კონკრეტული თამაშის იქნება თუ ვიდეოს შინაარს რომ გადავიტანოთ ეგრევე რომ რადგან მე ესე განვიცადე სხვაც ამდაგვარად განიცდის მე ვფიქრობ ასე რომ ბავშვები ცოტა სხვანაირად უყურებენ სხვა შეფასებები აქვს სხვა დამოკიდებულებები და შესაბამისად სხვა აღქმა იგივე აი ამ ეგრეთ წოდებული აი ესეთი უხეში ძალადობრივი შინაარსის თამაშების მიმართ ვიდრე ჩვენ ზრდასრულებს იმიტომ რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი ინფორმაცია არ აქვთ სამწუხაროდ ასე ვიტყოდით და ასევე არ აქვთ არა მხოლოდ ცხოვრებაზე არამედ საკუთარ ემოციებზე ამდენი ინფორმაცია შესაბამისად რაც უფრო მეტად გათვითცნობიერებულია ადამიანი აი ამ ემოციურ პალიტრაში ხო მით უფრო უკეთესად ახდენს მათ დახარისხებას და შეგრძნებასაც ასე ვთქვათ ხვდებით საქმეც ამაშია რომ ხშირად ბავშვები ძალიან დაბნეულები არიან ხვდებით და როდესაც მშობელი მოდის და ამბობს სიტყვას გაღიზიანებას ბრაზს ხვდებით ეს ბრაზი და გაღიზიანებაში აკუმულირებული არის ბევრი სხვა ან იგულისხმება ხოლმე ბევრი სხვა ემოცია ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ კიდევაც საუბრის დასაწყისში რომ ძალიან უჭირთ ბავშვებს გარკვევა და ჩამოყალიბება მით უმეტეს დღევანდელ დღეს იმისი თუ რა ემოციას გრძნობს საერთოდ ემოციის სახელდება ძალიან უჭირთ შესაბამისად აი ამ შეგრძნებებს რომლებსაც გრძნობენ რომლებიც უბრალოდ მე თუ მკითხავთ შეიძლება განვმარტოთ რომ ეს არის მძაფრი ხვდებით ის თუ ის რა შინაარსის მატარებელია რა არის რას დავარქმევდით ხომ ეს ძალიან უჭირთ მათ იმიტომ რომ მე კონსულტაციაზე ხშირად ვცდილობ ხოლმე რომ ამოვიცნო და მათ ამოვაცნობინო ეს და ვეკითხები რომ აი მაინც კონკრეტულად რა მძაფრი რო არის გასაგები აი რა ემოცია ან აი ზოგადად რა ემოციებს გრძნობა ფუნდამენტურ ბაზისურ ემოციებზე მაქვს საუბარი ხანდახან შიშის და ბრაზის განსხვავება ძალიან უჭირთ ასე განა რო აუხსნი მე გაუჭირდება მაგრამ თავიდან მათ არიციან. უბრალოდ რაღაცა მძაფრი შეგრძნებების ტალღა არის, ხო? რომელიც მათთვის შეიძლება გარკვეულწილად იყოს მცირედი დროით სასიამოვნო, თუმცა მერე დატოვოს გარკვეული უარყოფითი შედეგი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის აი აქვე რეკომენდაციას თუ მეკითხებით, რომ ვასწავლოთ ბავშვს თავისი ემოციები. თავისი კი არა, საერთოდ ზოგადად ემოციის ამოცნობა, ხო რომ მერე თვითონ განსაზღვროს მოსწონს ეს ემოცია თუ არ მოსწონს და შესაბამისად მოახდინოს არა უნებლი არჩევანი, რადგან ყველა ამ თამაშს მოდი მე ამას არამედ გააზრებული არჩევანი, რომ ეს ჩემში იწევს აი ამ ემოციას, ეს ემოცია მე მომწონს და აი ამიტომ ვითამაშებ მე. ჯობია რომ ადამიანმა რაღაცა გააზრებულად გააკეთოს და გათვითცნობიერებულად გააკეთოს, ვიდრე აი ესე გაუაზრებლად რაღაცა რადგან ყველა აკეთებს, მეც მოდი ამას გავაკეთებ, ხომ? და შემდგომში თვითონაც შეწუხდეს. ნუ იფიქრებთ რომ ბავშვები არ წუხან ხოლმე ხანდახან აი ამ ემოციით. ვერც გაურკვევიათ საიდან მოდის რა. ხანდახან ეს ემოცია და მით უმეტეს შეწუხებულები არიან. რაც შეეხება მშობლის დამოკიდებულებას, ხო? კიდევ ერთხელ მშობელმა ამ შემთხვევაში უნდა შეასრულოს რაღაცნაირი ფასილიტატორის როლი. ჩვენ თუ არსებულ რეალობას შევეწინააღმდეგებით და იმ მოცემულობის საწინააღმდეგოდ წავალთ, რომ ჩვენმა შვილებმა ინტერნეტი უნდა მინიმუმამდე გამოიყენოს, ეს არაბუნებრივი პროცესი იქნება და არა მხოლოდ თავისთავად ბავშვები შეგვეწინააღმდეგებიან, თვითონ აი ჩვენი გარემოც ჩვენს წინააღმდეგ იქნება. ხვდებით, რატომ გარემოში რას გულისხმობ? ანუ
უამრავი სხვა საშუალო სახში ავკრძალე იქ იქნება. ყველგან ყველაფერს ხო არ ავკრძალავ და მე ხო არ გავაკონტროლებ ყველგან ყველაფერს. ანუ ბუნებრივი გარემოა. ჩვენი როლი ის კი არ არის რომ რაღაცა სტერილურ გარემოში ვამყოფოთ და მივაჩვიოთ ადამიანი. არამედ პირიქით, აი ამ არსებულ რეალობასთან ადაპტაციის გზები გავუძლიეროთ, ასე ვთქვათ. ეს ვერ მოხდება ხისტი აკრძალვით. ეს მოხდება მხოლოდ კომუნიკაციით და ღია კომუნიკაციით და გაზრებით. გაზრების პირველ რიგში, რასაც მე ვამბობ, ძალიან ელემენტარული რაღაცის, რომ არა დემონიზებით აი ამ ეკრანის და ინტერნეტის. იმიტომ რომ აბსურდია, ნახეთ, კატეგორიულად უკრძალავს მშობელი ტელეფონის ხმარებას და თვითონ ხედავს, რომ არის მუდმივ მოხმარებაში ამისი და ეს იგივეს ხომ არ წააგავს რომ სიგარეტით ხელში მყოფი მშობელი უკრძალავს რომ შენ არ უნდა მოწიო. რა თქმა უნდა, ეს აკრძალვა ბავშვისთვის აკრძალვა არის, მაგრამ გაცილებით უფრო სუსტი არის, იმიტომ რომ ის აცნობიერებს, რომ კაცო თვითონ ამას აკეთებს და ახლა არაფერი ისეთი კატასტროფული არ იქნება, მე თუ ამას გავაკეთებ, ხომ? ადრე თუ გვიან მეც ხომ გავიზრდები და მარტო ეს მიზეზი რომ ის ასაკით ჩემზე უფროსია და მე პატარა და მეშინია, ეს შიშიც უკვე ნახე მე მიმართული ვარ რომ ეს შიში დავძლიო და არა ის რომ შინაარსობრივად გავიგო ეს რატო არის საზიანო და არ არის საზიანო. და არა ის რომ პატივს გცემ, როგორც მშობელს არ გცემ პატივს. მოდელი იყავით თქო რომ ვამბობთ ხო და ქცევის მოდელი იყავით თქო. ამას ძალიან დიდი ძალა აქვს. ამიტომ ესე ნუ გავაკეთებთ იმას, რასაც მე ჩვენს ქცევაში ვერ განვახორციელებთ, ხომ? რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გულზე ჩავიხედოთ და ვიყოთ გულში ჩავიხედოთ და ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან, ხო? ვინ რამდენი ეცეთ რა მე ვიყენებ ამას სამსახურისთვის. მე მჭირდება იმიტომ რომ იმას დასრულებად და ვაკონტროლებ. ასაგებია, კაცო, მიზეზი თქვენი გაქვთ, ახლა ბავშვი არ მუშაობს და სხვა რაღაცისთვის იყენებს. ამას ხო არა აქვს მნიშვნელობა, ხო? აქვს მნიშვნელობა იმას, რას ხედავს. ფაქტია, რომ საჭიროება, ესე იგი, ამისი თქვენი გაქვთ და ის ბავშვი ზუსტად თავის საჭიროებას ისე კარგად დაუხსნიან, ისე კარგი არგუმენტით ამბობენ თან, მით უმეტეს რომ ნახეთ რა რისთვის იყენებს მოზარდი, ხო? ინტერნეტს, ვიდეოებს უყურებს, ვიდეო თამაშობს, შემეცნებითი იმიტომ რომ სასწავლო უამრავი პროექტი, უამრავი პროგრამა არის, რომელიც არის ინტერნეტით, ხო? და კომუნიკაციისათვის. ანუ კიდევ ერთხელ შენ ან მიდიხარ და კონკრეტულად ეუბნები რომ მოდი იცი რა, აი რაღაცა კონკრეტულ თამაშზე გაქვს შეზღუდვა და ეს მე ვფიქრობ რომ ძალიან ლოგიკურია, ხო? ასაკობრივი, ისევე როგორც კონკრეტული შინაარსის ფილმებზე, ხომ არის წიგნებზეც, ხომ არის რეკომენდაცია, რომელიც რაღაცა გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის ადამიანმა რაღაც გარკვეულ ფილმებს მაგალითად არ უნდა უყურონ, ხო? იქიდან გამომდინარე რომ იქ არის უფრო ძალადობრივი ან ისეთი შინაარსი, რომლის აღქმას სწორად შესაძლოა აქ კონკრეტულ შემთხვევებში არ არის არა, მაგრამ გავითვალის მივყვეთ აი ამ რეკომენდაციას და ავუხსნათ რომ ეს რეკომენდაცია თქვენი მოგონილი კი არ არის, აი ამ კონკრეტული შინაარსის ვიდეო თამაში იქნება, თუ ვიდეო იქნება, თუ ფილმი იქნება, აი ამ და არა ის რომ მოდი ტოტალურად გამოვვრთოთ ეს ინტერნეტი იმიდან, სივრციდან და იქ დაზარალდეს აბსოლუტურად ყველა. ესეც ხშირად მქონია ეს შემთხვევები, როცა 2-3 ბავშვი არის ოჯახში და იმის გამო რომ ერთ ბავშვს ესე კატეგორიულად ურთავენ, დანარჩენები ზარალდებიან, ხო? ამიტომ ღია კომუნიკაციაში შედის ზუსტად ეს წესები და წესები აუცილებლად უნდა არსებობდეს. წესების განმარტება და ბავშვთან ერთად ამ წესების შედგენა, ხო? მათთან ერთად. ჩართოთ ეს ადამიანებიც პროცესში, რომ ისინიც მერე თვითრეგულირებად, ანუ თვითონაც პასუხისმგებლობა იგრძნონ ამ წესების ერთის მხრივ შედგენაში და მეორეს მხრივ დაცვაში. და არ მოვიქცეთ რაღაცა ისეთ რეჟიმის წარმომადგენლებლად, სადაც ეს წესი მხოლოდ ჩვენთვის არის და არა ბავშვისთვის. და არის დრო. ერთხელ იცით რამდენჯერ ამოხსნი, ბევრჯერ უნდა ამოხსნათ, ბევრჯერ სხვა დავფიქრდეთ იმაზე, იქნება ამგვარად არ ესმის, კაცო და სხვანაირი, სხვა ფორმით უნდა ამოხსნათ. იქნება სხვა ადამიანიც უნდა ჩავრთოთ, ხომ? იქნება რაღაცა ის ფორმატი უნდა გამოვიყენოთ, მაგალითად იგივე ვიდეოს ჩვენება, ხო?
კიდევ ერთხელ ის სტიმულები, რაც დღევანდელ ბავშვებზე ახდენენ სტიმულირებას და შეგრძნებას და ის სტიმულები, რაც ჩვენ დროს ჩვენზე ახსენდნენ, განსხვავდება ერთმანეთისგან. რატო? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არ იყო ამდენი ამ ხარისხის, ამ შინაარსების სტიმულირება, ასე ვთქვათ, ჩვენს დროს. ისედაც არის სირთულეში, ხო? ბავშვთა ასაკის პერიოდი არის, როდესაც ეს სენსორული ინტეგრაციაც ყალიბდება რა და ხშირ შემთხვევაში ითხოვს ხანდახან ბავშვი აი ამ მეტ და მეტ გამღიზიანებელს. ეს ვიზუალური იქნება, სმენითი იქნება, თუ ტაქტილური იქნება, თუ სხვა, ხო? შესაბამისად გამოვიყენოთ, მოდი ეს საშუალება, თუ კი ესმის კარგად, ეს გამოვიყენოთ. უამრავი ძალიან კარგი შინაარსის ვიდეო არის. უამრავი კარგი შინაარსის საბავშვო რაღაც პატარა მულტფილმივით ის არის, სადაც იგივე შინაარსები არის. ერთად ჩვენც ჩავერთოთ აი ამ პროცესში. ჩვენც ეს დავალების მიცემა, კი რა, ჩვენც აქტიურად ვიყოთ აი ამ პროცესში ჩართული, ხო? ძალიან კარგად მუშაობს აი ეს დეტოქს ზონები, ინტერნეტ დეტოქს ზონები. მაგალითად, ჭამის საკვების სივრცე იყოს ინტერნეტისგან თავისუფალი. ოღონდ ის კი არა რომ მე ტელეფონში ხელში, იმიტომ რომ მე საქმე მაქვს და შენ ესეც უპატივცემულობა არის. ერთის მხრივ იმ საქმიანობის, რაც ბავშვს აქვს. ხვდებით, ანუ ჩვენი საქმე ღირებულია, მისი საქმე არ არის ღირებული. ამიტომ ჩვენ ვართ გასაგებია ყველაფერს ესეთი ზედმიწევნის სიზუსტით ვერ დავიკმაყოფილებთ, მაგრამ თუ პრობლემის წინაშე ვდგავართ, აი ეს პრობლემა ესე თავისთავად და შეკვეთით და დავალებით არ გვარდება. არ გვარდება ესეთი დავალების, მხოლოდ დავალების მიცემით. ეს საკითხები არ გვარდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენც ჩავერთოთ, აუცილებლად უნდა ვიყოთ პროცესში მონაწილეები და გვჯეროდეს ამ პროცესის. თუ ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის რაღაცა საშინელება და ურჩხული, რომელსაც უნდა უბრალოდ დავამარცხოთ, ხომ? ესეთ შემთხვევაში მაშინ არ გამოვა ეს კონსტრუქციული დამოკიდებულება და ურთიერთობა, ხვდებით? არამედ წავა ეს აკრძალვითი ურთიერთობა, რომელიც აუცილებლად მე აი ამ დროს საოცრად კრეატიულები ხდებიან, მე ბავშვები და ეძებენ სხვადასხვა მრავალფეროვან გზას, რომ თავიდან აირიდოთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ის ეძებს გზას, რომ ადაპტირდეს იმ რეალობასთან და გარემოსთან, რომელშიც ის არის და არა იმ ფსევდორეალობასთან, რომლის შეთავაზებაც დაუშვათ რიგ შემთხვევაში მშობელს უნდა. ჩართულები უნდა ვიყოთ. ალტერნატიული გზების შეთავაზება, ხომ? ალტერნატიული გართობის გზების შეთავაზება, ხვდებით, რომელიც მხოლოდ ის არ არის, რომ დაჯექი წიგნი წაიკითხა, ხომ? არამედ გაყვანა სოციალურ ურთიერთობებში შენც უნდა მიიღო მონაწილეობა, ხომ? ესე წადი და მეგობრდი, ხომ? ესე არ ხდება, ყველას ესე არ შეუძლია, ხომ? ამიტომ რიგ შემთხვევაში ხელშეწყობა არის საჭირო, ორგანიზება არის გარკვეულწილად საჭირო, ხომ? მივიღოთ აი ეს გავაკეთოთ ეს რაღაცები. შეიძლება გაჭრას თუ არ გაჭრას, რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად აუცილებელია უკვე სპეციალისტის ჩართულობა, იმიტომ რომ როდესაც უკვე რაღაცა გარკვეულ პათოლოგიასთან აგვაქვს საქმე, ესეთ შემთხვევაში მშობელს აუცილებლად თვითონაც მხარდაჭერა სჭირდება, გაცნობიერება სჭირდება, ხო? როგორ დაეხმაროს, რანაირად შეიმუშაოს ეს წესები. ეხლა რეალობაში და მით უმეტეს ქართულ რეალობაში ყველაფერი ესე მარტივად და ზღაპრულად ვერ ხდება, ხო? მათ ეს საფიქრალი აქვს მშობელს და არ არის. ეს ყველაფერი დროს და ძალისხმევას მოითხოვს და რთულია ხოლმე. ამიტომაც საუბრობთ, რომ ამ პროცესში ერთი ადამიანი არ უნდა იყოს ჩართული, ამ პროცესში უნდა იყოს აკადემიური სივრცე ჩართული, იმიტომ რომ ის შედეგები პირველ რიგში აკადემიურ სივრცეში გამოიხატება, რა? იმიტომ რომ ასევე კოგნიტიურ უნარებსაც, ხო, ყურადღების კონცენტრაციის სირთულე, ხო, მათ შორის დასწავლის, წერა-კითხვის, მეტყველების სირთულეები შეიძლება გამოხატული იყოს, ხო? ეს პირდაპირ მნიშვნელოვნად აკადემიურ მოსწრებას და აი ამ აკადემიურ პროცესში ჩართულობას აზიანებს. ანუ ვისი ინტერესი უნდა იყოს კიდევ გარდამშობლისა, ეს მასწავლებლის აუცილებლად პირდაპირ მისი საქმიანობა არის ეს, რომ აი ამაში მიიღოს გარკვეული
მონაწილეობა გავაკეთოთ პრეზენტაციები, დაუშვათ თვითონ ბავშვებს გავაკეთებინოთ, მომზადებინოთ, უამრავი ჯგუფური სამუშაო ტარდება, სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემების გარშემო საუბრობენ, ხო? აი, რა ვიცი, თავისუფალი კლასები ხომ არსებობს ესეთი რაღაცა, თუ იმას ვერ ვაღწევთ, რომ ყოველ შემთხვევაში ამ თემებზე სპეციალისტები საუბრობდნენ ბავშვებთან სკოლაში, თვითონ სკოლის რესურსი რაც არის, ის გამოვიყენოთ, ხო, ჯერჯერობით, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ, რომ ბავშვს ეს მხოლოდ შიდა სახლის პრობლემად კი არ ესახებოდეს და წესად, არამედ ხვდებოდეს, რომ ამას გლობალური მნიშვნელობა აქვს და ეს მნიშვნელოვანი არის ყველგან, სკოლაშიც, სპორტშიც და ასე შემდეგ, სახლშიც. ხო, და მხოლოდ მისი არ არის რა. და მხოლოდ მისი არ არის. ძალიან ღირებულ რამეზე გააკეთეთ აქცენტი ერთი, რომ მშობლის როლი რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გვერდით იყოს და ესმოდეს ბავშვის მდგომარეობის და ის გახლეჩა, სადაც თქვა, თუნდაც დამემორჩილა მე ჩემი შვილი და მართლა ავკრძალე ხო ესეც ხო რა, ესეც ხომ არ მიმიყვანს იმ შედეგებამდე, რაც მინდა, ხო? ანუ ფაქტიურად ამ ჩემი წესის თანახმად შეიძლება აბსოლუტურად იზოლირება მოვახდინო მისი სოციალიზაციის პროცესის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ ის რომ ვიყო თანამშრომლური და მე თვითონაც ვიყო თვითდისციპლინირებული, ესეც როგორი ღირებულია. და კიდევ ერთი საკითხი ჩვენ დავიწყეთ დასაწყისშიც აღვნიშნეთ, რომ ბევრი დადებითი მხარე აქვს, ხო? აი, როდესაც თამაშებს განვიხილავთ ბავშვებთან ერთად, როდესაც საუბრობენ სოციალურ აქტივობებზე, იქ ხშირად მოხდება ესეთი შინაარსები, რომ გაიმარჯვა, რომ დაჯილდოვდა, რომ წახალისდა, რომ ამის შედეგად რაღაცა ქულები მიიღო. ანუ ამის დეფიციტიც ხომ არ აქვს სოციალურ გარემოში. რეალურად იქნებ იქ იმას იღებს, რისი დეფიციტებით შეიძლება კონდეს და იქნებ იქ ბევრად უფრო მარტივად იღებს და ამიტომაც ხშირად ესე ვთქვათ, მიმართავს ვიდრე რეალურ გარემოში, სადაც კი, მაგრამ პრინციპია, სადაც ეუბნებიან, რომ გასაგებია, მაგრამ კიდევ უფრო რთულია რაღაც ახლის მიღება და იქ ბევრად მარტივად კმაყოფილდება ის მისი მოთხოვნილება, თუნდაც თვითაღიარება, мотиваცია და როგორ უხარიათ ის გამოცდილებები, როცა ვეკითხები ძლიერ მხარებზე, ხშირად მოაყავთ ეს მაგალითები, როგორ გაიმარჯვეს რომელიღაცა ტურში, რომელიღაცა თამაში და ერთმანეთთანაც ესე პოზიციონირებენ, რომ მე მაქვს რაღაცა ეს ხმალი, რომელიც აიღო ამ კონკრეტულ თამაში, ხო? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. კიდევ ერთი ფაქტორი მაინც გადმოუხვევ ახლა და არ ვიცი მე ეს ესეა თუ არა, უბრალოდ მინდა თქვენთან ამის გადამოწმება, თქვენ როგორ უყურებთ. ბავშვების კომუნიკაციაში შემოიჭრა ისეთი სიტყვები, როგორიც არის მოგკლავ. როგორიც არის, ვთქვათ, დავასრულებ ახლა რაღაცას შენთან. მოვკვდი. ეს ტერმინები ძალიან გავს თამაშებს, სადაც რაღაცა სრულდება, სადაც კვდება, მე ისევ ახრიდან იბადება და ასე შემდეგ. ამის პარალელურად ხვდებით, შეიძლება უბრალოდ ძალიან ხშირად გვესმის და ადრეც ესე იყო, მაგრამ სუიციდურ ქცევებს და შედეგებს. აი თუ არის კავშირი იმ თამაშებსა და ბავშვის ქცევებს შორის, თუნდაც აი ამ ასპექტში. იცით რა, ნინო, არის რა თქმა უნდა, თუმცა მე თავიდანვე ვახსენე, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ რა სტრუქტურის და რა ნიადაგის ფსიქიკის ადამიანი შედის ნებისმიერ ურთიერთობაში, ეს ინტერნეტთან იქნება თუ სხვა გარემოსთან. მე არაერთხელ მინახავს დაუშვათ გარკვეული ფსიქიკური პრობლემის მქონე მოზარდი, რომელსაც ინტერნეტის გარეშეც სირთულეები ჰქონდა კომუნიკაციასთან და ურთიერთობებთან, ხო? რის გამოც პრაქტიკულად ესე თავით არის გადაშვებული სივრცეში, სადაც მას ემარტივება გარკვეული რაღაცები და სადაც ის შვებას გრძნობს. ერთის მხრივ კი ბატონო, მან შეიძლება რაღაცა ვალიდაციაც მიიღოს იქ, რასაც რეალურ სამყაროში ამას ვერ აკეთებს. მაგრამ მეორეს მხრივ ეს უფრო მეტად მიჯაჭვული ხდება, იმიტომ რომ იქ ვალიდაცია არის და გარეთ სირთულეა და გაცილებით უფრო მეტად შორდება რეალურ სამყაროსა და საჭიროებებს. როდის ვითარდება ყველაზე დიდი კრიზისი? ყველაზე დიდი კრიზისი ვითარდება იმ დროს, როდესაც გარდაუვალი ხდება რეალურ ცხოვრებასთან გარკვეული ურთიერთქმედება, ხო? აი ასეთ შემთხვევაში უკვე ძალიან დაბნეულია და უჭირს მოზარდს, რომ გამოფხიზლდეს და პრაქტიკულად
ის ვირტუალური წესები და ვირტუალური განცდები გადმოაქვს რეალურ სამყაროში და მათ შორის ქცევებიც, რომელიც მკვეთრად დისფუნქციური შეიძლება იყოს და დეზადაპტაციური უკვე რეალურ სამყაროში. ამიტომ სულ ვეუბნები, რომ რაც უფრო მეტად დაშორდები არსებულ რეალურ სამყაროს, მით უფრო რეალობაში შენი თვითგრძნობა იქნება ცუდი. ხანდახან მაგალითად მშობელი მეუბნება, რომ აი რო თამაშობს და იქ რო კომპიუტერთან თქვენ მას რო უსმინოთ, იქ გადასარევად გრძნობს თავს და ეხა თუ დეპრესიაშია, მაშინ იქაც ხომ ესე იქნება. ჯერ ეს ერთი, ყველა ეს პრობლემა დეპრესია არ არის, ხო? მაგრამ პრობლემა არის და პრობლემა არის რეალურ სამყაროში. ხვდებით? შეიძლება ადამიანი, რომელსაც უკიდურესი, რა ვიცი, სირთულე აქვს კონკრეტულად სხვა ცნობიერების შეცვლის და სხვა გარემოებაში, სრულიად შეცვლილი როცა არის გარემოება სხვანაირად იგრძნოს თავი ნებისმიერმა ადამიანმა და ზუსტად იგივე ხდება ბავშვთანაც, იმიტომ რომ როდესაც ის უკვე აი ამ სოციალურ სივრცეში შედის, ან კომუნიკაციაში, ან თამაში შედის, ხო? იქ სხვა ადაპტაციის წესები არის, იქ სხვა სირთულეები და სხვა გამოწვევები არის გადასალახი, რომელსაც ლახავს, რომელშიც კომფორტულად და თვითრწმენით არის და აქეთ რეალურ სამყაროში აბსოლუტურად სხვა იქ მისი ავატარი, ასე ვთქვათ, არის შექმნილი მისი სურვილისამებრ და აქეთ რეალურ ცხოვრებაში ასე ვერ ხდება, კაცო, რაღაცები და მივიღოთ, ხომ? რაღაცა თვალისფერი და ცხვირი ზომა და ის ყოველ შემთხვევაში ეხლა კი არ ვიცი, ყველაფერი უკვე ცვალებადი გახდა და შეცვლადი, მაგრამ რაღაცა არსებული რეალობის მიმართ ჩვენ თუ მიმღები არ გავხდით, ყველაფერი ესე არ მოგწონს, თავიდანვე ვერ გქმნით ჩვენ რაღაცეებს, ხო? აი ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე უკვე რასთან გვაქვს საქმე, გვაქვს თუ არა თვითონ აი ამ პიროვნების რაღაცა ისეთ ინტრაფსიქიკურ პრობლემებთან, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს და ადრე თუ გვიანეს პრობლემები, ალბათ იმ სივრცეშიც აუცილებლად შექმნის სირთულეს, იმიტომ რომ მუდმივად ადამიანი ვერ დარჩება მოზარდი, ხო? ანუ მას რაღაცა გარკვეული სირთულეები ცხოვრებაში უფრო მეტად და მეტად შეექმნება ზრდასრულობის დროს, რატომ? იმიტომ რომ პასუხისმგებლობები ცხოვრების სეული გაიზრდება და გაიზრდება, სულ დედა ვერ შემოგიტანს ბუდარბროდს მაგიდასთან შენ როცა თამაშობ, ხო? და მოგიწევს რომ შენ წადგე და მეტიც ინგრედიენტებიც კი შენ თვითონ მოიტანო. ამიტომ ჩავარდება თუ არა ადამიანი ესე დროს განსაკუთრებულ კრიზისში, რაც უფრო მეტი აი რეალურ ცხოვრებასთან შეხვედრის დრო და საჭიროება იქნება, მით უფრო მეტად ჟღავდება ხოლმე ეს კრიზისები. ეს კრიზისი ცუდი არ არის, ხო? ეს კრიზისი არის საწყისი იმისა, რომ პრობლემა გაცნობიერდეს საკუთრივ მოზარდის მიმართაც. აი ჩვენ აქ უნდა დავეხმაროთ მას, რომ ავუხსნათ, რომ ეს კრიზისია და შენ უნდა არჩევანი გააკეთო, ხო? რა არჩევანი გაქვს? რა შეიძლება შეიცვალოს, რა შეიძლება გაუმჯობესდეს და მიიღო რაღაცა ობიექტური მოცემულობაც და რეალობაც, რადგან აქ ვცხოვრობთ ამ რეალობაში, ეს აუცილებელი ამბავი. უნდა ვჭამოთ, უნდა გვჭირდება არსებობისთვის რაღაცეები არის საჭირო, პროდუქტიულობა არის საჭირო და ასე შემდეგ, ხო? დიახ, და თუნდაც პრევენციული მექანიზმები ხო შეიძლება მე უკვე მოზარდი როცა ვარ და ვაცნობიერებ რომ ეს კი ბატონო დამაზიანებელი, ამის პარალელურად შეიძლება იმასაც ვაცნობიერებდე რომ ამდენად უსუსური ვარ. და აი ის რომ თქვათ, მანამდე გაძლიერდეს, რაზეც თქვენ ამბობთ, ხო, რომ აი დამოუკიდებლად გატარებული დროები, რაღაც საკუთარი თავთან მეტი შეხება, სხვადასხვა რესურსებთან, საკუთარი ძლიერი მხარების აღმოჩენა, იმიტომ რომ აი ბავშვები, რომლებიც ძალიან დიდი სიხარულით აზიარებენ თავისი გმირის შესახებ, ნახე როგორი გმირის შევქმენი, რა აცვია მას რა შეუძლია, იგივე ბავშვები, როდესაც მიდიან სივრცეში, სადაც სხვა ბავშვები არიან, არ ინტერესდებიან რას ჩააცმევენ. ისინი მათ მართლა ჩააცმევენ, მათ მართლა აჭმევენ და ისინი არ ირჩევენ ამ ნაწილს, ინდიფერენტულია, რაღაცა არ ინტერესდებიან ამ ნაწილით, ამის პარალელურად როგორც კი თავისუფალი დრო მოეცემათ, მაშინვე შედიან და სარგებლობენ ისევ იმ თამაშით, რომ ძალიან უმწიფრები არიან რეალურ ცხოვრებაში, ისინი პრაქტიკულად არიან აი პირველ ლეველზე, სადაც მათ არა აქვთ, ასე ვთქვათ, აი ეს სურვილები და
გამოხატული არის ეს ინფანტილიზმი საკუთარი ცხოვრების განსაზღვრის მიმართ, არჩევანის გაკეთების მიმართ და იქ არიან პრაქტიკულად პროფესიონალები, ხომ, სამაგიეროდ რა. აქედან გამომდინარე ჩვენ აქაც უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენ კი არ მივიღოთ და გავიმარტივოთ საქმე და მოდი მე ჩაგაცმევ, მე გაჭმევ, მე არამედ ვუთხრათ, რომ ეს შენი ფუნქცია არის, შენი მოვალეობა არის, ესეც ხო უნდა იცოდეს არა და თავიდანვე მივცეთ მას პასუხისგებლობის განცდა გარკვეულ არჩევანზე. მან ეს იცის უკვე, იმიტომ რომ ეს არჩევანი გაკეთებული აქვს იქ. თუნდაც თუ კი ეს ვიდეო თამაში ან ნებისმიერ სხვა რაღაცაში ხდება. შევეცადოთ, რომ ჩვენ აქაც ვაგრძნობინოთ ეს, ხო? რომ და კიდევ ერთხელ ხშირ შემთხვევაში რაღაცა ელემენტები ისი გადმოტანაც შეგვიძლია, მაგალითად რაღაცა, მოდი მიზანი გვაქვს ეს, ხო? აი მიზან მიმართული ქცევების წახალისების. აი ამ მიზანს თუ მივაღწევთ, აი ეს ჯილდო იქნება, ხო? არჩევანი არის ეს და ეს. აი რაღაცნაირად ესეც ის რადგან ძალიან მშობლიურია ეს თამაშის გარკვეული წესები. თუ ბავშვი თამაშის წესებს იცავს, ესე იგი რეალურად აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ რაღაცა წესები დაიცვას, ხო? გამოვიყენოთ ესეც ჩვენს რეალურ ცხოვრებაშიც, ხო? და როგორც ეგრეთ წოდებული quest-ი, აი ესე შევუდგინოთ რაღაცა ის ყოველდღიური რუტინა, რომელიც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი არის. იქნებ დაინტერესდეს ესე. საშუალება ბევრნაირი არის, მაგრამ ეს ყველა მოითხოვს ძალისხმევას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ხო? დრო და ეს ენერგია, რომელიც სამწუხაროდ ყველას არ აქვს ახლა ამ ცხოვრებიდან გამომდინარე, ხო? და ამიტომ რაღაცნაირად ერთი სიტყვით არის მოთხოვნა, რომ გაიგონ და ერთი სიტყვით ვერ გებულობენ. მიხვდით რა შეასაქმე? აღარ არის ეს. აღარ არის კი არა, არ არის ესე. და ამასაც თუ მშობელი და ჩვენ არ გუებით და ვიქნებით, რომ არა, ეს ესე უნდა იყოს ჩემი სიტყვა, უნდა პირველივე თქმაზე ისე ესმოდეს ადამიანს და ისე შესრულდეს, როგორც ნათქვამი არის. ეს არ არის რეალობა, ესეც რაღაცა ბავშვური გაჯიუტება არის და რეალობის არ მიღება, ხო? და მაინც იმ მშობლებს, რომლებიც ძალიან ხშირად ამბობენ, როგორც ყველა ჩემი შვილიც არის ეკრან დამოკიდებული. აი მშობლებისთვის მინდა რომ რაღაცნაირად სიფხიზლე იყოს დღევანდელი ჩვენი საუბარი, რომ განვმარტოთ, როგორი გარდამავალია ეს დამოკიდებულებები. ეკრან დამოკიდებულების შემთხვევაში თუ არ მოვახდინეთ პრევენცია და სწორი კომუნიკაცია, ჩართულობა, მშობლის და ოჯახის გაძლიერება, სისტემატიურობა, რა საფრთხის წინაშე დგას შემდგომ, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ეს დამოკიდებულება ექცეს შემდგომ სხვა დამოკიდებულებებად. აუცილებლად შესაძლებელი არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი არც მოვახდინოთ აი ამ მდგომარეობის ძალიან გაჩვეულებრივება, ყველას აქვს, ყველას არ აქვს. ფსიქიკური აშლილობები და დეპრესია ყველას აქვს, შფოთვითი აშლილობები ყველას აქვს. ყველა ეკრან დამოკიდებულია. არ არის ესე, ჩემო კარგო. ეკრან დამოკიდებულები არიან გარკვეული ადამიანები, შფოთვითი აშლილობა აქვს. ყოველ ადამიანებს ყველა არ ვართ. თუ კი ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ვართ, ხომ? შესაბამისად ეს უკვე ცდელობა არის რაღაცის ნორმალიზების რა. იმიტომ რომ არ ვიცი რა მიზეზები შეიძლება ერთი მიზეზი უდევს ის რომ არ მაქვს საშუალება ამის გადალახვის და ასე შემდეგ და თავს ვიმართლებ რომ ეს დიდი პრობლემას რადგან ყველას აქვს, ეს დიდი პრობლემაც არ არის და თვითონ მავშვის. ყველას არ აქვს. მაგრამ პოტენციურად ყველას შეიძლება განუვითარდეს. ეს მნიშვნელოვანი და პრინციპულად განსხვავებული რაღაცებია. ყველას აქვს თუ პოტენციურად სიცოცხლეში შეიძლება ყველას ნებისმიერი ადამიანს შეიძლება განუვითარდეს შფოთვითი აშლილობა. ამება რა გავაკეთოთ იმისგან რომ დავუშვათ ეკრან დამოკიდებულება არ განვითარდეს. პირველი გავიცნოთ ჩვენი შვილი და მისი ფსიქოსტრუქტურა, ხო? დავინტერესდეთ მისი პიროვნებით, მისი ძლიერი მხარეებით, მისი სუსტი მხარეებით, ხო? ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მივეხმაროთ იქ სადაც სუსტი მხარეა, გავაძლიეროთ ის, რაც ძლიერი მხარე აქვს და არა ის, რომ რაღაცა სტანდარტი გქონდეს, რომელზეც ესე უნდა მოვარგოთ და ჩავსვათ და თუ არ ერგება, წავკვეთოთ რაღაცა ნაწილები, იმიტომ რომ იმას შეიძლება მივაყურულოთ ძლიერი მხარე და დაგვრჩეს აბსოლუტურად ცარიელი აი ეს სუსტი მხარით შევსებული აი ეს ფორმა რომელიც წარმოუდგენია ხოლმე მშობელს. ამას აქვს მნიშვნელობა, ხო? რომ მივხვდეთ, გამოვიცნოთ, გავიგოთ, რატომ გახდა დამოკიდებული. რაშია საქმე, რაშია პრობლემა. ხომ ეს ხო ვამბობთ რომ არის გარკვეული შედეგი, არა რაღაცა კომპლექსის ამდენი ფაქტორების და გავერკვიოთ, დავინტერესდეს რაშია. არ გვაქვს ამის საშუალება, არ გვაქვს ამის რესურსი და ცოდნა.
მოვიშველიოთ ხო ადამიანები და სპეციალისტები. სპეციალისტები მარტო იმ დროს კი არ უნდა ჩავხტოთ, როდესაც პრობლემა გაბარმზაფრად გამოვლენილი არის. არა, ზუსტად მაშინ როდესაც ჩვენ ვართ დაბნეულები და ჩვენ არ გვაქვს რესურსი, ხო? მაშინ უნდა მოვიხმოთ სპეციალისტის ვისთან როგორ არის ძალიან მრავალფეროვნად. ამიტომ ნუ დავეკითხებით, რომ არა, მე ვერ მივიყვან ჩემს შვილს, იმიტომ მივიყვან, ამას ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს. ნუ დავეკითხებით ესე, ხო? ვის რა საჭიროება აქვს, ეს მისი პირადი საქმე არის და არა მეზობლის და ნათესავის, ხო? გარდა ამისა, რა უნდა გააკეთონ? მშობლებმა არის ზუსტად ეს ამოცნობა, ხო? ამოცნობა, რომ რამე ხომ არ ხდება ისეთი, რაც შეიძლება ახდენდეს აი ამ ზეგავლენას, ხო? მაგალითად, რაიმე ძალადობა ხო არ არის. რომ მივიყოთ საქმის კურსში, იმიტომ რომ კიბერბულინგიც ძალიან სერიოზული პრობლემა არის, ხომ? და რაღაცა ისეთი გავრცელებულია თან მით უმეტეს და ხელმისაწვდომი გახდა უკვე. ძალიან ხელმისაწვდომი და რთულად გამოსაჭერი, ძალიან რთულად, ხო? ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ ვიქნებით მშვიდად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, ის კი არა რომ აღარ იარსებებს ცუდი ადამიანები თუ არ იარსებენ ამ ქვეყანაზე, ძალიან მშვიდად ვიქნებით. საერთოდ ინტერნეტი თუ არ იარსებებს, საერთოდ თუ არ ვიარსებებთ, კიდევ უფრო მშვიდად შეიძლება ვიყოთ, მაგრამ მოცემულობა არის ეს რაც არის. ამიტომ ჩვენი ფუნქცია არის, რომ ჩვენივე შვილები გავაძლიეროთ, როგორც პიროვნებები, რომ თუ კი ისინი მოხვდებიან ამის, ის კი არ დავაზღვიოთ. კი უნდა დავაზღვიოთ ესეც რაც შეგვიძლია, რომ ძალადობის გარემოში არ იყოს ბავშვი, მაგრამ სრულად ვერ დააზღვევ ამ ყველაფერს, მართლა სტერილურ გარემოში ხომ არ ამყოფებ ადამიანს, არა? არამედ ის რომ მანვე შეძლოს ამისი ამოცნობა, ხო? და რაღაცის მართვა და გამკლავება, კაცო, თვითონაც ხო უნდა შეძლოს გარკვეულ დონეზე თვითრეგულაცია, მანაც ხო უნდა შეძლოს. არა სულ ამ აკრძალვა დაჯილდოების რეჟიმში ხო არ ვიქნებით, თუ თქვენ ხო არ იქნებით ეს დიდი დედა რო აბა აგიგრძალოთ, აბა მე ამას ისეთი დაჩვეულებერიან, აგ 40 წლის ასაკში მყოფი ადამიანებიც ზუსტად იგივე პატერნს ახორციელებენ ხოლმე მე უკვე ოჯახში და მეუღლეებთან და პარტნიორებთან, ხო? ამიტომ ვიყოთ დამხმარეები აი ამ შემთხვევაში. ნუ ვიქნებით რაღაცა მხარე. ხო, ერთიანი პროცესია. ჩვენც ამ პროცესის ნაწილი ვართ, ბავშვის ამ პროცესის ნაწილია და ეს ინტერნეტი, ანუ გარემო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ესიც ამის ნაწილია. რაღაცა არ გამოვიდეთ და ჩვენ აქ იმათ ვებრძოლოთ ვეღაცეებს. არა, ამ პროცესის ნაწილად აღვიქვათ თავი და რაც შეგვიძლია, ის გავაკეთოთ და ხანდახან აი ესეთი საგმირო საქმე კი არ არის საჭირო ამის გასაკეთება. ძალიან რუტინული და ელემენტარული რამ არის ამისთვის საჭირო. ურთიერთობის ჩამოყალიბება, ნდობით ახსავსე. წინასწარ იცოდეს ამ ადამიანმა სულ ეუბნები ჩაშობდეს. სპეციალურად მათ თვალწინ მიკითხავს ხანდახან ბავშვისთვის, როდესაც ხანდახან არის მომენტი, როცა ორივე ერთად არის ხოლმე, რომ ბავშვისთვის რომ დარწმუნებულიყო, იცის თუ არა რაღაცა წესი გარკვეული. და აღმოჩნდება, რომ არ იცის, არ ესმის ამ წესის შინაარსი. იცით რამდენჯერ ახსენეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენჯერ ახსენეთ. ფაქტი არის, რომ შედეგი ის არის, რომ ვერ გაიგო, არ იცის ამ წესის არც მიზანი, არც შედეგი. და რატო დაიცავს ამას? მით უმეტეს თვითონ რატო წავა ამ თვითრეგულაციაში? ხო, აქედან გამომდინარე დრო არის და ენერგია დასახარჯი და მნიშვნელოვანია რომ ღირებულად ჩავთვალოთ ეს, რომ ნდობა, ურთიერთობა, კომუნიკაცია, რომ თუ რაიმე სირთულე აღმოჩნდება, ჩვენ სიტყვასაც გქონდეს ადეკვატური ღირებულება და ფასი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრევენცია არის მშობელი გაძლიერდეს. აი როგორ იყოს მხარდამჭერი, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენცია, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ის მატრამვირებელი ფაქტორი შეიძლება აღარ იქცეს მატრამვირებლად, თუ კი სწორ მხარდაჭერას მშობელი გაძლიერდება პირველი თუ თვითონ იქნება ჯანსაღად. აი ეს კიდევ ერთი რეკომენდაცია რა. ეს პროექციების, რა ვიცი, ზღვა გვხვდება საკუთარი სირთულეების და პრობლემების დანახვა საკუთარ შვილებში. ხვდებით და ესეც მოდით დავფიქრდეთ ჩვენი რა არის, ხო? ჩვენ რა სირთულეებში ვართ? ესე ხო არ არის ამ მარტო მოზარდები ხომ არ არიან ამ რისკის ქვეშ არა? ზრდასრულებიც ვართ ამ რისკის ქვეშ და ძალიან მნიშვნელოვნადაც. ამიტომ ხანდახან საჭირო არის რომ დავფიქრდე მე ხომ არ მჭირდება რაღაცა დახმარება და გაძლიერება რა. და თუ მჭირდება, ძალიან ხშირად მეთქვამს ჩემი პაციენტის მშობლისთვის, რომ მხოლოდ ის თუ თქვენ გაძლიერდებით, ესეც შეიძლება შედეგის მომტანი იყოს. ამიტომ ესე რომ მივიყვანთ, ხო, ესეც შემიძლია მიხედე და აი ეს გამოვიტანო.
თითქოს რაღაცა იმას ფეხსაცმელს რო ჩააბარებ იმას ქიმწმენდაში და გინდა რომ სუფთა და ისეთი გამოიტანო. ესე არ მუშაობს ეს ამბავი, ხო? ამიტომ ეს არის პროცესი, რომელშიც ესე მიიყვან და ის კი არა, ჩართული ვიქნებით ყველა. უბრალოდ მე შემომიყვან, მე შემომიშვებ სპეციალისტს ამ სივრცეში და არა ის, რომ ეს მოიგლიჯო, მომიყვანო, მოწესრიგე და გამოვიყენო და მე გამოვიყენოთ. ესე არ ხდება ნამდვილად, ხო? მე მესმის რომ ამის გაგება შეიძლება ჩვენს სპეციალისტს ცოტა გააყიზიანოს, ცოტა გააბრაზოს, მაგრამ არაფერი ამაში გასაბრაზებელი, გასაღიზიანებელი არ არის, გარკვეული პასუხის თუ შედეგზე ვართ ორიენტირებული. ხა ჩვენ თუ გვინდა რომ ვიქცეთ ვიღაცების манипуляციის მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ასეთი მთქმელის საპირწონეთ სხვა მთქმელიც აუცილებლად გამოჩნდება, რომელიც დათანხმდება აი ამ სურვილის შესრულებაზე, რომელიც შეუსრულებელია და ჩვენ თვითონ თუ არ გავიზრდებით და რეალობასთან ცოტა თანხვედრაში არ მოვალთ, ხომ? რა შესაძლებელი არის და რა შეუძლებელი არის და თუ დავიჯერებთ აი ამ ზღაპრულ რაღაცეებს, რომ ეს ყველაფერია ესე ძალიან კარგად და თავისუფლად ერთი ხელის დაწკაპუნებით მოხდება, სხვანაირად არ გამოვა ეს. ცოტა რეალობასთან ახლოს. ბატონო, ველის გარეშე არ განიხილება ბავშვი ცხადია. მიკროველი არის ეს ოჯახი და მინდა რომ ცოტა სისტემურადაც რაღაცა გარკვეული წარმოდგენები შევქმნათ, იმიტომ რომ ერთი ესეთი შემთხვევა მახსენდება, ქართველი მამიდა წავიდა საფრანგეთში ძმისშვილის დაბადების დღეზე. და მან მოიკითხა მისი თანატოლების მშობლებთან რა იქნებოდა ყველაზე ძვირფასი საჩუქარი და რაღაცა კონკრეტულად ბოლო თაობის ტელეფონი ჩაიტანა იქ და მახსოვს რომ ესეც დაბრუნდა მისი ფრუსტრირება. მისმა ძმისშვილმა გახსნა ეს საჩუქარი, აღმოჩნდა იქ ბოლო თაობის ტელეფონი და მან უთხრა რომ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ძვირფასი საჩუქარია, თუმცა ეს მე ჯერ არ დამჭირდება და როცა მე დავიწყებ მუშაობას მე აუცილებლად გამოვიყენებ. ანუ მის სივრცეში და საფრანგეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შეზღუდულად, ძალიან შეზღუდულად გამოიყენება ტელეფონები და ბავშვების რაღაც სახელმწიფო ხედვა აქ ესეთი, რომ ბავშვების გაჯეტებთან დამოკიდებულება იყოს განსაზღვრული დროით და ძალიან შეზღუდულად. აი ამ კუთხით გასაგებია, რომ მშობლის პასუხისმგებლობა, სპეციალისტის პასუხისმგებლობა, მშობლის გაძლიერება, სისტემაზე ისაუბრეთ წეგან თქვენ აღნიშნეთ სკოლის როლი, ხო? აი სისტემური ხედვა როგორია და რამდენად ღირებულია. ნახეთ რა შეასაქმე, ყველა ის სისტემური ხედვა, რომელიც ადამიანის საკეთილდღეოდ არის, მე მივესალმები და მუშაობს, ხვდებით? არ მუშაობს აი ესეთი ფრაგმენტული რაღაცა მკაცრი რეგულაციების დაწესება და აი ასე შემდეგ. ფაქტი ეს არის. სისტემურ ხედვას ქმნიან ადამიანები, რომელსაც სჯერათ ამ სისტემური ხედვის სარგებელის. მიხვდით? ეს არ ხდება, ეს ბუნებრივად ხდება, ეს არ ხდება ისე რომ რაღაცა ძალიან იძულებითი წესები და იძულებითი მდგომარეობა იყოს. თუ ბუნებრივად ადამიანები და ბევრი იქნება ესეთი ადამიანები შეთანხმდებიან, აი შეთანხმდებიან რაღაცაზე. სხვათა შორის მეც არაერთხელ ევროპაში და ეხლა ამ ბოლოს ესპანეთში ვიყავი, სადაც აი დავინახე ადამიანები, რომლებსაც რაღაცა კანონი კი არ უკრძალავდა რაღაცას, მათ შორის აი საგზაო იმაზე ვიყავით აღფრთოვანებული მანქანით დავდიოდით და აი ეს კამერები კი არ იყო ყოველ ფეხის ნაბიჯზე, არამედ თვითონ ადამიანები იყვნენ რაღაცეებზე შეთანხმებული. შეთანხმებული პირველ რიგში იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები და ადამიანებს შეიძლება შეცდომა მოუვიდეთ, მაგრამ უნდა ვცეთ პატივი და არ შეიძლება ეს შეთანხმებაზე იყო. ხვდებით, სისტემურად შეთანხმებულები იყვნენ, ანუ საზოგადოება მუშაობდა, ხვდებით და არა ის რომ იძულებით თუ აი აქ შენ ამას გააკეთებ ან შეგეშლება შენ მოგივა რაღაცა კოლოსალური რაოდენობით ჯარიმა. ესეთი რაღაცები მუშაობს, შეთანხმებას დებს საზოგადოება, რომელიც ერთიანად მუშაობს, რომლის მიზანიც საერთო არის და ეს გზები ამ მიზნამდე მისაღწევი და გარკვეული რესურსები აქვთ თანაბარი. ხვდებით? აქამდე უნდა მივიდეთ. ეს არ მოხდება რაღაცა ზევიდან, რაღაცა რეგულაციის დაწოლით.
ეს მოხდება პირიქით თითოეული ჩვენთაგანისგან გათვითცნობიერებით და აი ამ სისტემის ნაწილად და პასუხისმგებლობის აღებით, რომ ჩვენ ვქმნით აი ამ საზოგადოებას და აი ამ სისტემას და აი ამისთვის ენერგია და დრო არის დასახარჯე, რასაც თქვენ აკეთებთ ნინო, ხომ? აი ეს არის საქმე, რომელიც უნდა ჩვენ ვიღაცა მოგვისმენს, იმას კიდევ ვიღაცა მოусმენს, კიდევ ვისაუბრებთ მე და თქვენ რაღაცაზე. რატომ მე და თქვენ გვაქვს ამის გამოცდილება და არა იმიტომ რომ რაღაცა პრეტენზია გვაქვს რომ ჩვენ რაღაც რეგულაციები შევქმნათ. არა, უბრალოდ გამოცდილება გვაქვს, რომელსაც ვაზიარებთ, ყველაფერში მართლები ვარ თუ არა, არა, რა თქმა უნდა და კიდევ მოვისმენთ დიდი სიამოვნებით ადამიანებს, რომლებიც ამაში შემოიტანენ შესწორებებს და გამოცდილებებს. გაგვიზიარებენ, მაგრამ ფუნდამენტურ რაღაცაზე შევთანხმდებით და იმ შედეგზეც შევთანხმდებით და ჩვენ ვიმუშავებთ როგორც რაღაცნაირად აი ესეთი შეთანხმებული საზოგადოება, ხო? აი ეს სისტემა, რომელსაც სიტყვას ვიყენებთ, ამ ხალხს გონიათ რომ არის ერთი 10-ოდე ადამიანის დაჯგუფება. ხვდებით, რომლებსაც რაღაცა უფლებები და ასე ვთქვათ ვალდებულებები აქვს. და მე ასე არ აღვიქვავ, მე აღვიქვავ რომ ეს სისტემა მუშაობს, ნიშნავს რომ საზოგადოება მუშაობს და საზოგადოებას აქვს გარკვეული ის. უბრალოდ ეს არ უნდა მოხდეს. წნეხის, სიმკაცრის, ძალადობის ურთიერთპატივისცემის არ გათვალისწინებით, ხომ? ეს სისტემები მუშაობდა, არ არის ჩვენთვის უცხო, ხომ? რაღაცა სამეზობლო მუშაობდა, სანათესაო მუშაობდა ხოლმე რაღაცაზე და რაღაცაზე იყვნენ შეთანხმებულები, ასე ვთქვათ, რომელიც სასარგებლო იყო ამ ჯგუფში ჩართული ადამიანებისთვის და ეს უნდა გავაკეთოთ. რომელიც გაცნობიერებულია, წესები, რომელიც ღირებულებებს ქმნის, ღირებულებები, რომელიც მე მთლიანად საზოგადოებას აყალიბებს და რაღაცა ეს შიშით მართული აღარ არის, არის ღირებულებებით მართული საზოგადოება. ნამდვილად. კეთი მე მინდა რომ პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ესეთი საინტერესო დიალოგი შედგა ჩვენ შორის. ჩემთვის ესე ვთქვათ საპატივცაცემო ადამიანი ბრძანდებით კიდევ უფრო იმიტომ, რომ თქვენის ლექციების მოსმენის დროს, თქვენი საუბრის მოსმენის დროს მე ყოველთვის მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ არ ხართ რაღაცა ერთი კონკრეტული პოზიციის გამტარი, ვთქვათ, ბავშვის მხარეს არ დგახართ, არ დგახართ მხოლოდ მშობლის მხარეს, რაღაცნაირად სისტემურად უყურებთ ამ ამბავს, ბავშვის და მშობლის როლს, მათ ურთიერთობას, ყველას უთანაგრძნობთ, ყველა თაობას. არ ვიცი, ეს ალბათ თქვენი გამოცდილების დამსახურებაა, თქვენი პიროვნული განვითარების, ვთქვათ, მე ბოლო კითხვა მაქვს ესეთი, თქვენს თავზე დაკვირვების, თქვენს პაციენტებზე დაკვირვების შედეგად რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც თქვენ მიხვდით? იცით რა, რთული კითხვა. პირველ რიგში მადლობა ნინო, ძალიან სასიამოვნოა თქვენგან ამ სიტყვების მოსმენა და მადლობა ამ დაფასებისთვის. თქვენთან საუბარიც ძალიან სასიამოვნოა და კარგ მთქმელს კარგი გამგონიც უნდა, ხომ, ასეა ნათქვამი და ნამდვილად ასეა. მე ორმაგად მიხარია, როდესაც ჩვენ ფსიქიატრებს გვიყვარს საუბარი და უმეტესად ყოველ შემთხვევაში გაზიარება ჩვენი გამოცდილების და იმ რაღაც გარკვეული ცოდნების, რაც გვაქვს. მაგრამ ორმაგად კმაყოფილები ვართ, თუ კი გრძნობთ, რომ ჩვენი ნათქვამი გარკვეულ წილად მივიდა ადამიანის ცნობიერებამდე და გულამდე, ხო? ამ პროცესში, რომელშიც მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვი, რომ ვერც ცოტა ხანი ვეღარ ვამბობ უკვე რომ ვარ, მაგრამ არც ძალიან დიდი ხანი, თუმცა საკმაოდ ინტენსიურად შემიძლია ვთქვა, რომ ვარ და ნამდვილად დიდი გამოცდილება დამიგროვდა მრავალფეროვანი სიტუაციების, ადამიანების თან ურთიერთობის, ასე ვთქვათ. და ძალიან დიდი მრავალფეროვნება იმ შემთხვევებისა, ყოველ შემთხვევაში ჩემს კლინიკურ პრაქტიკაში, რომელთანაც მომიწია მუშაობა. რა თქმა უნდა, მქონდა წარუმატებელი შემთხვევები, ურთულესი შემთხვევები, წარმატებული, ძალიან სასიამოვნო მომენტები, ასე ვთქვათ, ჩემი კარიერის და ურთიერთობის, მაგრამ თუ კი თქვენ თხოვთ, რომ რაღაცა ერთი გამოვყო და უშუალოდ ერთი აღმოჩენა ან მიგნება,
რაც ძალიან გამიჭირდა, უბრალოდ ახლა თავში ეს მომდის, ეს არის გულწრფელობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ცხოვრებაშიც და ჩვენ საქმეშიც. აი, როდესაც თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენო თითქოს ყველას თანაუგრძნობ, მე გულწრფელად თანაუგრძნობ ნამდვილად, იმიტომ რომ გულწრფელად მჯერა ერთი რამის, რომ საერთოდ ადამიანი და პიროვნება ეს არ არის რაღაცა გარკვეული ერთი კომპონენტი, ხო? არამედ არის ძალიან მულტიფაქტორული და მრავალწახნაგოვანი სტრუქტურა. და აი ამ წახნაგებში მხოლოდ საკუთრივ პიროვნება არ არის, არამედ არის ბევრი ადამიანი, ბევრი რამ, ბევრი გარემო ჩართული. შესაბამისად, თუ კი ამას ესე ფართო მასშტაბიანად და სიღრმისეულად არ შეხედავ და მხოლოდ ზედაპირზე, მხოლოდ რაღაცა ვიწრო საჭიროებებით შემოიფარგლები, ეს შეიძლება რაღაცა იმ წუთიერ შვებას ადამიანს აგრძნობინებს, მაგრამ ეს საბოლოო სიღრმისეულ ეს შედეგს ვერ მოგცემს და მე მაქვს ეს ამბიცია ნამდვილად ჩემს პროფესიაშიც და სიმართლე გითხრათ, როგორც ადამიანი ამ შემთხვევაში ემთხვევა ეს ამბიციები ერთმანეთს, რომ რაც შეიძლება სიღრმისეულად მოვახდინო გარკვეულწილად წვდომა პრობლემაშიც და მისი ამოხსნაც და გადაწყვეტაც, ხო? აქედან გამომდინარე, თუ კი მე რაღაცა ძალიან ვიწრო ხედვაში დავრჩები და თუ კი მხოლოდ ვიწრო ხედვა არის, მხოლოდ ჩემი პრეფერენციების მათ შორის, ხვდებით? აი ეს მასწავლა ჩემმა გამოცდილებამ რა და გულწრფელად ოღონდ ეს ხელოვნურად არ უნდა მოხდეს. გულწრფელად უნდა ვიმუშაოთ და ვაპრაქტიკოთ, ხომ, რომ ეს ან მოვიდეს ჩვენამდე და შევძლოთ, ან არ მოვიდეს და დავანებოთ სხვა რაღაცა გავაკეთოთ. ალბათ ეს არის ის აღმოჩენა, რამაც შემდგომში განაპირობა ის, რომ როდესაც ვმუშაობ დაუშვათ მათ შორის პრაქტიკაშიც, ხო? მე არ ვმუშაობ რაღაცა ერთ კონკრეტულ იმაზე და მე ასე ხელებს არ ვიბand. ანუ უბრალოდ სიღრმისეულად უდგებით და რა ვიცი, არ ვიცი როგორც რეკომენდაცია ესე გამოდგება თუ არა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ნამდვილად ამან იქონია დიდი მნიშვნელობა და ინსაიტი, ასე ვთქვათ რა. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. ნამდვილად დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. შეხვედრა.